შეხედეთ მეგობრებო. რამდენი ხალხი გამოვიდა, რამდენი გულანთებული, გულიანი, სუფთა ადამიანი გამოვიდა. გარეთ უკეთესი მომავლის იმედით, უკეთესი მომავლის მოსათხოვად. აი ესეთი აქციები, ესეთი მსვლელობები ნამდვილად გამოიღებს შედეგს. ამაზე ვერავინ ვერ უთქვის, რომ პოლიტიკურიაო, რამე ზედმეტ ჭდილს ვერ მიაყენებს. ო აქციებზე საუბრობდი, რომ ასეთი აქციები არც პოლიტიკური არაფერი ხალხის პირმა რომ გამოიყენა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ გამოსულა არანაირი პოლიტიკური ინტერესებით, არანაირი სხვა ინტერესები აქ არ არსებობს, აქ გამოვიდნენ ჩვენი თავხედი კომპანიის წარმომადგენლებიდან გამომდინარე გამოვიდნენ ეს ხალხი და იმ დეგენერატი ინვესტორის არა უსამართლო, არა სამართლიანი, როგორ თქვა უკვე ესიც არ ვიცი, ემოციებში ვარ, ვეღარ ვაკონტროლებ, ვეღარ ცემს და არ ვიცი რა, ამ ხალხის გაჭირვება უკვე თვითვეულის გაჭირვება გარეთ გამოვიდა ეს სამდენი ხალხი და მთელი ქალაქი უკვე ფეხზე დგას. ამ ქალაქს კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი შემოუერთდება ისეთი ადამიანები, ვინც თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. მალე მთელი საქართველო გაერთიანდება და უკვე სხვაგვარად წარიმართება ყველაფერი. დროულად მიიღეთ სათანადო ზომები. კიდევ და კიდევ მეორდები და გეუბნებით ყველას, გაფრთხილებდით აქამდე. ჩვენ არ ვართ ამ ხელისუფლების მტერი, ჩვენ ვართ ვინც ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას. თუ ვართ სამართლის წინაშე სამართლიანები, მაშინ ვიყოთ სამართლიანები და რასაც ვითხოვთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ, თითოეული აქ მყოფი ადამიანების, ოჯახების სასიკეთოდ, მაშინ მივიღოთ დროულად ზომები. უკან დასახევი არავის არაფერი არ დაგვრჩენია. დარწმუნებულები იყავით, ეს ომი ჩვენი მოგებულია და ჩვენ მოვიგებთ აუცილებლად. აი მოდი იძვარი გადავიწეროთ რაო ეკლესიასთან. უფალო შეგვიწყალ. Pessoal, mas zadnji hoď tu na televizor.
ძლიერი ახლა მშიერი What? მე რატაში რომარი მუდაკაში რომარი მუდაკაში რომარი აი შეხედეთ მეგობრებო, ასეთია. მეკონა, ხო? აქვე მინდა მადლობა გადაუხადო რესტორან რჩეულის ფლობელს ადმინისტრაციას, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციის ანგარიშზე 500 ლარი ჩარიცხა და გარდა ამისა ყველა იმ რესტორანს, ყველა იმ პირს, ვინცაც ხელმოქმედება გაიღო და ვინაც ამ დიდ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, ყველას უღმესი მადლობა. დღეს ნამდვილად გჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა.